განსაცდელებით ადამიანი სწავლობს მოთმინებას და მოთმინების ნაყოფი არის სიმშვიდე, უფრო სწორედ იმედი ღვთისა, იმიტომ რომ განსაცდელს მოთმინებით დაუთმობ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მე აღმოაჩენ, რომ ღმერთი გეხმარება ამ განსაცდელებში. და შენი რწმენა იყო მკვდარი, შენ გჯეროდა რომ ღმერთი არის, მაგრამ მის დამინდობა არ ქონდა, იმიტომ რომ არ გჭირდებოდა ეს ნდობა. და როგორც კი მოდის განსაცდელები და გონია რომ აი ჩიხური სიტუაცია და იყო გამოხვედი, კიდე ამასობაში და გიჩდება ნდობა მისდან. ნდობა. და ხვდები როგორ ზრუნავს შენზე. ამას მოაქვს სიმშვიდე. და საბოლოო ჯამში სიმშვიდად გამშვიდებული გული ამხრივ იხსნება ღმერთისათვის და ღმერთი რომ შემოდის ჩვენში როგორც სიყვარული, იმიტომ რომ ის გიყვარდება. ანუ რწმენა აუცილებლად უნდა გადავიდეს იმედში, ღვთისადმი იმედში და ღვთისადმი ნდობაში. ეს თუ არ მოხდა, რწმენა არ ცოცხლდება. გესმიდა? ეს ხდება მხოლოდ განსაცდელით. განსაცდელის გარეშე ასე არ ხდება. ესეთი აუცილებელია განსაცდელი ადამიანი კითხულობს. პრინციპში აუცილებელი არ არის. იმიტომ რომ ადამიანს აქვს ძალიან დიდი განსაცდელი, მაგრამ ამ დიდ განსაცდელს ადამიანი ვერ ხვდება. რა განსაცდელია? ჩვენ მოვკვდებით. მალე. ეს მალე შეიძლება იყოს 100 წლის მერე, მაგრამ დამერწმუნე, როცა მოვა ის დღე და ეს დღე ჩვენ ცხოვრებაში დადგება. აი როგორც დღევანდელი დღე დადგა ჩვენ ცხოვრებაში. როგორც ხვალინდელი დღე დადგება ჩვენ ცხოვრებაში, ხო? აი ესე მოვა ის დღე, როცა ჩვენ უნდა გარდავიცვალოთ და მაშინ აღმოჩნდება, რომ უკვე მოვიდა, უკვე აი მალე მოვა, ამას ნიშნავს და გესმით? და ეს რატო ვახსენე სიკვდილი? ეთქობა თქვენი დამევალა უკვე. ხო, აი ეს განსაცდელი ყველას გასავლელი იყო. ჩვენ მოვკვდებით, აი ესე დავწვევდით. მე ჩაგვდებენ. დაგვაყრიან. ეს მოვა. ეს არის ძალიან სერიოზული განსაცდელი და ჩვენი შინაგანი სამყარო 64 იტევს თუ ჯოჯოხეთს, ეს მერე განცხადდება, ხო? ეს სერიოზული გამოცდა, სერიოზული განსაცდელია და ჩვენ ეს გვავიწყდება. იმდენად გვავიწყდება, რომ ყველა მთელი ჩვენი ცხოვრების საზრისი მიმართულია იმისკენ, რაც მერე აღარ დაგჭირდება არაფერში. ეს არის სერიოზული განსაცდელი. ეს დამოკლეს מחვილივით არის ჩვენ კისერზე, ჩვენს თავზე ჩამოკიდებული, როდეს გაწყდება არ ვიცი და ეს რო სულ გვახსოვდეს, ჩვენი სულიერი ცხოვრება მუდამ იქნება ესეთი ექსპრესიულ რეჟიმში იქნება რა. სულ ესე იქნება. მოჭიმული სიმებივით ვიქნებით, მეომრებივით ვიქნებით. ქრისტიანი მეომარია, მაგრამ ეს რო გვავიწყდება, აი მაშაბულა. აი, ღვთის იმედად უფალო შენი იმედი მაქვს, მე ვიცი ეს როგორი პატარა გამოსტარო გაქვთ ხოლმე რაღაცა სესიები ისე როგორ ახარ და წარმოიდგინე